Hashorion, უბრალოდ დაამატე წყალი. სერიალს წარმოგიდგენთ საიტი Cinemania.gr. გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ. კუნძული მაკო ჩვენამდე ძალიან დიდი ხნის წინ გაჩნდა. ჩვენი სიკვდილის შემდეგაც იქნება. და სავსე მთვარის შემდეგაც. ხო. არა, კვლავ სავსე მთვარე. დღეს. ისეთივე საშინელი იქნება, როგორც წინა ჯერზე. სავსე მთვარეს ძლიერი ძალა აქვს. ამჯერად კი უფრო ძლიერი იქნება. მართლა? საიდან იცით? ვიცი. სამყაროში ყველაფერს ვერ ახსნებ. რაღაცეები უბრალოდ უნდა დაიჯერო. ასე არ არის მისჩადემ. ასეა, ლუის. გეძებდი. ვერ დაიჯერებ იმას, რასაც მოგეყვები. შენ მითხარი, რომ წავსულიყავი. ასე გინდა, ბოდიში მომიხადო. ქალთევზები არსებობენ. ფოტო ვნახე. რა? კუნძულ მაკოზე ძალიან ბევრი ქალთევზაა. საიდან გაქვს ეს ფოტო? დოქტორი დენმონისგან. წყალქვეშ კამერები აქვს, რომ თევზები დაითვალოს. იქ ვიყავი, როცა ის ფოტო გაჩნდა. ამის შესახებ მოყოლა არავისთვის შეიძლება. მაგრამ მე შენ მოგიყევი. მაგარია არა? კი, ეს დაუჯერებელია. გილოცავ. იქ კამერები იყო. როდესაც ვცურავდით, ვერ შევამჩნიეთ. ფოტოები ალბათ არ გამოვიდა, თორემ გვიცნობდნენ. რაიმეთი უკმაყოფილო ხარ? წარმოებელს წერილი მისწერე და დენმონის ფული უკან მოითხოვე. მისმინეთ. იქნებ სხვა ადგილას გვესაუბრა ამის შესახებ. ლუის მაკარტნი. თქვენ ხართ. რატომ? გადმოგირეკავთ. კარგი. დოქტორი დენმონი იყო. შეხვედრა უნდა. შენ ხომ არ წახვალ? კლეო, რატომაც არა? მე ხომ არაფერს ვკარგავ. დასაკარგი არაფერი გაქვს. ჩვენ კი გვაქვს. იქნებ თუ დაველაპარაკები გავიგებ რა იცის და რა არა. იქნებ საყვირზეც დაგიკრას. მიიღე ჩემი ფოტოები. კარგი. ეს არც ისე დიდი პრობლემაა. არა მგონია რომ იცოდეს. უნდა გვეთქვა ზეინისთვის მასზე. კარგი, თავად უთხარით ღვთის გულისთვის. ეს თქვენი ვაჟია. დროებით. როგორც ხედავ უკვე მაშინ აურდით. აქ კარგია. გარშემო არავინაა. მადლობა, გრეგ. აბა, ლუის. აღარ გაქვს ის ნიმუში, რომელიც მუტაციას ახდენს წყალთან ურთიერთქმედებისას. არა, ის დავკარგე. მართლა? ხომ არ მატყუებ? რა თქმა უნდა, არა. ხანდახან მგონია, რომ იმაზე ბევრად მეტი იცი, ვიდრე ამბობ. როგორც შენი მეგობრები. ემა, რიკი და კლეო. მერე რა? საინტერესო გოგოები არიან. ხო, და კარგი კომპანიონები არიან. ამას არ გულისხმობ. ეს რა არის? ეს ფოტომონტაჟია. არაფერი პირადული, ლუის. მაგრამ ეს ბიზნესია. მათი ფასი მილიონებია. ძალიან სასიამოვნოდ ვისაუბრეთ, მაგრამ სახლში უნდა წავიდე. ლუისი ხანდახან ისეთი მიმდობია. ნუ ღელავ მასზე, კლეო.
შეტყობინებაა ლუისისგან. მას კუნძულ მაკოზე სურს შეხვედრა სასწრაფოდ. რას აკეთებს იქ? მახეში გაება, ასეც ვიცოდი. კარგი ტელეფონია. ლუის, აქ ხარ? მიხარია რომ ახვედით გოგოებო. ვფიქრობ, უნდა ვისაუბროთ. მეთანხმებით? სანამ მორიგის სისულელე არ ჩაგიდენიათ, ამას შეხედეთ. ხვდებით? თუ რაიმე მომივა, რა გინდათ ჩვენგან? დოქტორ დენმონ. აქეთ. დროულად მოხვედით. ისევე როგორც თქვენ გოგოებო. გაიცანით ჩვენი სპონსორი. დაუჯერებელია. ეს რა არის? რიგი? ეს ჩემი ბრალი არ არის. დამიჯერე. მინდა შენი მჯეროდეს. მაგრამ არ ჯერა. ისევე როგორც მე. შეიძლება ვისაუბროთ, რიგი? ნუ თუ ეს შესაძლებელია. ეს გრძელი ისტორია. თან არ მგონია მისი მოსმენა გინდოდეს. ჩემთვის უნდა გეთქვა. აქ გიცდები. შენ ქალთევზებზე მონადირე იყავი. მუდამ მათზე საუბრობდი. არ მინდოდა შენთვის მომეყოლა. ვფიქრობდი ჩვენ შორის ამაზე მეტი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, შევცდი. შევცდი. არა, ასე არ არის. მაშინ გააკეთე რამე. არ შემიძლია. უკვე გვიანია. მამა ჩემი და დოქტორი დენმონი ამას ასე არ დატოვებენ. უძლური ვარ. კარგი. დაივიწყე. რიგი, ზეინ? არა. შენ და შენი ოჯახი მეზიზღება. ჩვენი სტუმრისგან რაღაც უნდა გავიგო. ამის თაობაზე არავის გაუფრთხილები ვარ. მისმინე, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ განვითარდა. დოქტორ დენმონს ესჭირდება. ხომ არ გინდა მას ხელი შეუშალო?
როგორ ვერ მივხვდი. დაგტოვე. ლუის. ბევრი მიზეზი გაქვს რომ არ მენდობოდე, მაგრამ მე პირფირობაზე რომ მედლებს არიგებდნენ, ოქროს მედალს მიიღებდი ზეინ. როგორიც იყავი ისეთი დარჩები. მომესმინე, ვიცი რომ ცდებოდი, მაგრამ გოგონები საფრთხეში არიან. შენი დახმარება მჭირდება. მარტივი ცდებით დავიწყებთ. თუ წყლიდან არა მოვლენ. ვაიძულებთ. არ მინდა რომ დაშავდნენ. რა თქმა უნდა. მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ შედეგის მისაღებად. მიხარია რომ აქ ხარ ზეინ. ერთმანეთს 3 წლიდან ვიცნობთ, როგორ შეგეძლო ასე მოქცეულიყავი. მოემზადეთ. თუ ეს ფოკუსია, არანაირი ფოკუსი. მზად ხართ. აბა, მზად ხართ, ვინ იქნება პირველი? ეს რა არის? ეს ჩვენი დამშვიდობებაა. ეს შენ გააკეთე? ასეთ რაღაცებს არ პატიობენ. უაზრო საქციელია ზეინ. ნახევარი ცხოვრება მაკრიტიკებ. მაგრამ საკუთარ თავს შეხედე. მატყუარა და ქურდი ხარ. ხვდები მაინც რა დავკარგე. ორივემ დავკარგეთ. იცი კონკრეტულად შენ რა დაკარგე? მე. მე სახლში ხარ? ნახე ვინაა ჩვენთან. მის ჩადემ. იქ რომ დარჩენილიყავით, ცირკში ვიქნებოდით. ან სუში. რა გავაკეთოთ? ქალაქიდან გავიქცეთ? უნდა დაეხმაროთ მის ჩადემ. დიახ. მართალი ხარ. ეს ხალხი არასოდეს დაანებებს მათ თავს. ანუ განწირულები ვართ? თუ ბრძოლა იყოს. ან? უბრალოდ უარი უნდა თქვათ თქვენს ძალაზე. ქალთევზას ძალაზე. ასე შეიძლება? მხოლოდ განსაკუთრებულ ღამეს. ისეთ ღამეს, როგორიც ამაღამაა. როგორც თქვი ეს, უბრალოდ სავსე მთვარე არაა. ეს განსაკუთრებული ღამეა. დღეს დაბნელებაა. ზუსტად. სავსე მთვარე ერთია. მთვარის დაბნელება კი სულ სხვა. თუ მთვარის დაბნელებისას ტბაში აღმოჩნდებით, მთვარე თქვენ ძალას უკან წაიღებს. არა, ასე არ გამოვა. ამდენი რამ იმიტომ გადავიტანეთ, რომ ყველაფერი დავკარგოთ, მესმის. მაგრამ თქვენი ძალების გარეშე იმ ხალხს არ სჭირდებით, ასე არაა? ეს მართალია. არჩევანი არ გაქვთ. მივდივარ. მაგრამ თუ ყველაფერს თავს დაანებებთ, მოგებას ვერ მიიღებთ. არ მაინტერესებს.
გოგონები ნახეთ. მათი შესაძლებლობები დაუჯერებელია. დიახ, ყველაფერი ვნახე, მაგრამ სხვა უფრო მნიშვნელოვან რაღაცებს ვერ ვხედავდი. მაგალითად, ჩემს შვილს. ვფიქრობ, ჯერ კიდევ შემიძლია ყველაფრის გამოსწორება. როგორც გინდათ. გადამცემზე 3 ობიექტია. კუნძული მაკოსკენ მიცურავენ. სწორედ იქ დავიჯერთ. წავედით. ცურვა უფრო მომწონს. როგორც ჩანს, დენმონი დანებდა. თუ წყალში კვლავ ხაფანგებია, ეჭვი მეპარება. წავედით. მთვარე თითქმის ამოვიდა. ოცნაორია. ვფიქრობდი ეს სამუდამოდ იქნებოდა. რა მოგაკლდებათ? სერფინგი. დაფის გარეშე. ის რომ წყლით იმის გაკეთება შემეძლო, რას მინდოდა. მაგარი იყო. მე კი თავგადასავლები. ასე უნდა იყოს? ადგილზე გაჩერდით. არაფრის დაშავებას არ ვაპირებთ. შიშობა ეს ორმხრივი არაა. კმარა. შვიდად. გოგოებო, რაღაცის შემოთავაზება მინდა. უკვე გვიანია. მზად ხართ? უარს ვამბობთ ძალაზე. ხვალ უკვე ქალთებზები აღარ ვიქნებით. რატომ ამბობთ უარს ასეთ ძალაზე? თქვენნაირების გამო. ყოველთვის იქნება ვიღაც, ვისაც ჩვენზე ფულის გაკეთება ინდომება. მხოლოდ უარის თქმა დაგვრჩენია. არ შეგიძლიათ. შეგვიძლია. მაგრამ თუ გავერთიანდებით, არა მადლობა. ყველაფერი დასრულებულია. შეგიძლიათ სახლში წახვიდეთ. მადლობა დახმარებისათვის. ეს მცირედი არის, გაკეთებაც თქვენთვის შემეძლო.
ანუ ყველაფერი დამთავრდა არა. ეს უკვე ნორმალურ ურთიერთობას აღარ გავს მეთანხმები? და ამის გამო ძალიან განვიცდი. ეს შენი ბრალი არაა. ფიქრობ უბრალოდ ძალიან განსხვავებულები ვართ. შეიძლება. შეურიგდი მამას. ის შეიცვალა. როგორც მე. ყველაფერი თავიდან დაიწყეთ. ვეცდებით. ვიმეგობროთ. ვიმეგობროთ. ჩვენც დაგვემართა ეს. უცნაურია რა? მაგრამ ის ჩატემა თქვა რომ ჩვენ ძალას დავკარგავდით. თუმცა მარტო 12 საათით. რაზე ამბობ? ეს დროებითია. მთვარის დაბნელება ძალას მარტო 12 საათით გართმევთ. მას ეს არ უთქვამს. მე მითხრა. მან თქვა რომ თუ თქვენ დაიჯერებდით რომ ძალა დაკარგეთ, დოქტორი დენმონის დაიჯერებდა. სასაცილოა. მან მთხოვა რომ თქვენთვის არ მეთქვა. რა მოხდა? ასე არ შეიძლება. სად არის თქვენი იუმორის გრძნობა? მეორედ გახსოვდეს ვინ არიან შენი მეგობრები. დაიცუროს რამოდენიმე საათი. არა, არ მოусმინო მას კლეო. დიახ. ჯობს ქალთევზებთან არ გქონდეს კავშირი. სერიალზე მუშაობდნენ მსახიობები ნატალია ყულაშვილი და გიორგი წერეთელი. ხმის რეჟისორი ალექსანდრე ახალაძე. გახმოვანებულია აჭარა ნეტკომის მიერ.